სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მთავარ გამზირზე აპროტესტებენ ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმს, ახლა სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდს დაქვემდებარებული სასამართლო ერთმანეთის მიყოლებით უშვებს იზოლატორში, თუმცა რამდენიმე ადამიანი ამ პროცესში გამონაკლისი აღმოჩნდა, ამიტომ აქტივისტებს უკვირთ და უჭერთ იმის დაჯერება, თუ რის მიხედვით არის გადარჩეული. ისია ვინ უნდა დააკავონ და გაუშვან პატიმრობაში, თუნდაც რამდენიმე დღით და ვის უნდა მისცენ სიტყვიერი შენიშვნა და გაფრთხილება, რადგან ყოველი მათგანი თანხმდება იმაზე, რომ სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არის იდენტური, ასევე იდენტური არის მათი გამოხატვის ფორმა, რადგან როგორც წესი ისინი ან დგანან ტროტუარზე, რადგან აიკრძალა გზის გადაკეტვა ქართული ოცნების რეპრესიული კანონების პირობებში, ან მარშით მიდიან რუსთაველის გამზირზე და სულ მცირე რაღაც დაახლოებით 5-6 წუთის დაყოვნება აქვთ ეგრეთ წოდებულ ბასლაინზე, ამიტომ მათთვის გაუგებარია რა პრინციპით აძლევენ ზოგს სიტყვიერ შენიშვნას, ხოლო ზოგს უშვებენ იზოლატორში ნებისმიერ შემთხვევაში. როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესები, ყოველი მათგანი ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ იზოლატორის დატოვების შემდეგ თუ დღეს ვინც ახლა თავისუფლებაზეა და ვინც არ მოხვდა ქართული ოცნების პირობებში რამდენიმე დღიან პატიმრობაში, ნებისმიერ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება, იქნება ეს 4 დღის შემდეგ თუ დღესვე გამოვლენ ქუჩაში დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ისევ ეტყვიან ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ ის აუცილებლად უნდა გადადგეს. ჩემი განზრახვა არანაირად არ ყოფილა გზის გადაკეტვა. ეს რო ყოფილიყო, მე უბრალოდ არ გამოვცხადდებოდი სასამართლოში და დაველოდებოდი მათ უკანონო გადაწყვეტილებას. პრაქტიკულად 3 წუთი გზაზე ვიდექი და სანამ ტროტუარზე გადავდიოდი, ამიტომ მისჯიან 3 დღეს პატიმრობას და რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებ და ყველაფერი იქნება შეგროვილი აი ამ მოსამართლის და იმ კანონის დამრღვევი მოსამართლეების წინააღმდეგ და აუცილებლად ბრძოლას გავაგრძელებთ. Სამდღიანი პატიმრობა მომისაჯეს და მიწევს, რომ იზოლატორში გავატარო დარჩენილი დღეები, რაღაცა ეს 3 დღე, იმის გამო, რომ უბრალოდ ვიმყოფებოდი მარშზე, რომელსაც ერქვა დაიცავი განათლება. და რა ვიცი, ველოდებოდი პატიმრობას, ძალიან ლოგიკურიც იყო, რომ პატიმრობაში გავეშვი, იმიტომ რომ არ ინდობს სისტემა არანაირ არც ერთ ადამიანს, არ ინდობს არც სტუდენტს, არც მასწავლებელს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას და უსამართლოა ეგრეთ წოდებული ტროტუარის საქმე, როდესაც არაფერი დამიშავებია და კონსტიტუციის 21 მუხლი საშუალებას მაძლევს, რომ ვიდგე ტროტუარზე და მშვიდობიანად გამოხატო ჩემი პროტესტი, უბრალოდ ეს მთავრობა ამას ვერ იტანს, რა თქმა უნდა, ვინმეს განსაკუთრებით უკვე მასწავლებელს აქვს პროტესტი და მათ წინააღმდეგ არის. შესაბამისად, გონიათ რომ ამით გავჩერდები, რა თქმა უნდა, არა, 4 დღის მერე უფრო გაძლიერებული გამოვალ და უფრო დიდი ენერგიით შევუტევ მათ. ჩემი მოსამართლე იყო თორნიკე ქოჩქიანი, სიტყვიერი გაფრთხილებით გამომიშვა. მე დავაბიან 31 დეკემბერს გზის გადაკეტვას, მარშის ხე არის. ვიდექი 8 წუთი ზუსტად და ხო ჩემი დემოკრატიული ნორმალად არ არის ეს გადაწყვეტილება. ჩემი ძალიან უსამართლო არის ციხეში გაშვება ესეთი საქმის გამო და რავი, უთანაგზნობ ყველას და გვერდში ვდგავარ ყველას. ამ წუთებში მაწვდიან ინფორმაციას, რომ მარიკა სვანიშვილი ეზოში დააკავეს სავარაუდოდ ახლა შეიძლება ამ მომენტშიც გამოჩნდეს საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელიც მას დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანს, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს, გაგაცნობთ დღევანდელ შედეგებს, ჯერჯერობით რაც ცნობილია, ნენე გაბლაია 3 დღე, დავით ადუაშვილი 4 დღე, მარიკა სვანიშვილი, რომელიც ახლახანს დააკავეს 3 დღე, ზურა მაჭავარიანი გაფრთხილება, ნატალია ბოჭორიშვილი გაფრთხილება, ხოლო მარია მელიქიშვილის პროცესი გადაიდო, ველოდებით კიდევ დანარჩენი შედეგებისა და გადაწყვეტილების გამოცხადებას, მანამდე კი სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია, როგორც მოვისმინეთ, არ უშინდებიან ისინი ქართული ოცნების ძალადობრივ პოლიტიკას და ანონსებენ იმას, რომ აუცილებლად გააგრძელებენ პროტესტს. იქნება ეს მარშების ფორმატში თუ ტროტუარზე, რადგან ქართულმა ოცნებამ ყველაფერი აკრძალა, როგორც გზის გადაკეტვა, ისე ტროტუარზე დგომა, მათ უბრალოდ ვეღარ ხედავენ აზრს, რატომ უნდა გაჩერდნენ ნებისმიერი ფორმით, ისინი წინააღმდეგობას აგრძელებენ, იქნება ეს დღესვე თუ იზოლატორის დატოვების შემდეგ.